ლიდერობიდან აუთსაიდერობამდე საქართველოს უნიკალურ შანსს საბოლოოდ კარგავს. ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების სრულიად ახალ პრაქტიკულ ეტაპზე გადადის. ბრიუსელში უკვე გადაწყვეტილია, რომ ინტეგრაციის პირველი კლასტერი ოფიციალურად ორშაბათს 15 ივნისს პირველ სამთავრობოთაშორისო კონფერენციაზე გაიხსნება. ეს არის უმძიმესი რეალობა საქართველოსთვის, რომელიც ოცნების ანტიდემოკრატიულ პოლიტიკამდე რეფორმებითა და ტემპით გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილს იკავებდა. დღეს კი ასოცირებული ტრიოს ყოფილი ლიდერი გაფართოების ამ ისტორიული ტალღის მიღმა მარტო რჩება. სალომე ლაბაძე აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. სალომე, გისმენთ. დავიწყოთ იმით, რომ ანალიტიკოსების შეფასებით ის, რომ ახლა საქართველოს, რომელიც წლების განმავლობაში იყო ასოცირებული ტრიოს ლიდერი სახელმწიფო, იკავებს ისეთ პოზიციას, როცა ის დარჩენილია პრაქტიკულად ევროინტეგრაციის პროცესს მიღმა, ეს მათი შეფასებით არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი, რომელიც ანტიდასავლური და რუსეთის ინტერესებს დაქვემდებარებული იყო არაერთი შეფასებით მისი მმართველობის ნებისმიერ მომენტში 2012 წლიდან, თუმცა განსაკუთრებულად ამ ანტიდასავლური გეზის გამოკვეთა ივანიშვილს მოუწია 2022 წელს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. სწორედ ამ მომენტიდან უკრაინელი ხალხის თავდადებული ბრძოლის შედეგად მოხერხდა ის, რომ ევროკავშირმა ისტორიული ფანჯარა გახსნა ასოცირებული ტრიოს შემადგენელი სახელმწიფოებისთვის, ანუ უკრაინისთვის, მოლდოვასთვის და საქართველოსთვის, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა მანამდე წლების განმავლობაში მიიჩნეოდა ამ ტრიოს ლიდერად და ყველა პარამეტრით წინ უსწრებდა როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას, თუმცა ამ არასრული 4 წლის განმავლობაში, ანუ 2022 წლიდან დღემდე აღმოჩნდა, რომ ევროკავშირთან დაახლოების ამ შესაძლებლობით ისარგებლეს მხოლოდ უკრაინამ და მოლდოვამ. ქართულმა ოცნებამ კი ჯერ საქართველოს მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მიღება გაურთულა, შემდეგ კი ჩვენ გვახსოვს 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას, როცა მან თავად ქართული ოცნების სახელით განაცხადა უარი ევროკავშირთან მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლაზე და იმაზე, რომ ამ მიმართულებით გახსნილიყო პროცესი ევროკავშირის მიერ წინასწარ ითქვა ამის შესახებ ქართული ოცნების მიერ უარი. შედეგად კი მივედით იქამდე, რომ ახლა საქართველოს არათუ ევროინტეგრაციის პროცესს მიღმა დარჩენილი, არამედ დიდია იმის საფრთხეც, რომ ქვეყანა ჩამოსწდება იმ წერტილსაც, სადაც ჩვენ ამ დროისთვის ვიმყოფებით. აქ ის საუბარი პირველ რიგში არის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეზე, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ მომდენო წლის დასაწყისშივე განხორციელდეს და რეალურად იქცეს ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უკვე უვიზოდ გამგზავრებასაც კი ვეღარ შეძლებენ. ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნება მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ და განსაკუთრებით 2022 წლის შემდგომ პირდაპირ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საბოტაჟი გაეკეთებინათ. ამიტომ მე არ ვიცი ხა საქართველოს მოსახლეობას როგორ მიყიდიან ამ ყველაფერს, მაგრამ ბოლო კვლევებიც ადასტურებს, რომ ქვეყნის 80%-ზე მეტი კვლავ საქართველოს ევროატლანტიკური იდეის მხარდამჭერად და ერთგულად რჩება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მათი ეს პროპაგანდა არ მუშაობს, ხო? პირველ რიგში მინდა რომ მიულოცო უკრაინას და მოლდოვას ეს ისტორიული გამარჯვება. უკრაინა იცავს დღეს მთელი ევროპის, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებას. ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი კი ამ დროს დაკავებული არის ირანთან და ჩინეთთან და რუსეთთან სიტუაციის დალაგებით, რაც ჩვენ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არანაირ მომავალს არ უქადის, გარდა სიღარიბეში, სიბნელეში და იზოლაციაში ყოფნისა. ევროკავშირმა გახსნა ეს ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმი საქართველოსთან და უფრო მეტიც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ისეთ პირობებში საქართველოს, როცა თავად ქართული ოცნება მას არ მოელოდა, თუ გახსოვთ. ამიტომ ახლა სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ ევროკავშირის ინიციატივით ხდება უბრალოდ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რიტორიკა და დაპირისპირება გაუგებარი და უმძიმესი ფორმებით, როგორცაც ამას საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ლოგიკურად მივყევართ იქამდე, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. მათ ეს მძიმე არჩევანი გააკეთეს, რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალსა და საკუთარ კეთილდღეობას შორის მათ ჰქონდათ ეს არჩევანი და მათ ეს არჩევანი საკუთარი კეთილდღეობის სასარგებლოდ გააკეთეს.
უკრაინისა და მოლდოვის პოზიციებისგან საქართველოს ჩამორჩენა და მისი პრაქტიკულად დარჩენა ევროინტეგრაციის პროცესს მიღმა საბოლოოდ ორშაბათს გაფორმდება, როცა ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვას მისცემს გაუხსნის მოლაპარაკების პირველ კლასტერს და მისცემს ფუნდამენტურ ინსტრუქციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უზრუნველყო მათ ევროკავშირთან საკუთარი ქვეყნების შემდგომი დაახლოება. საქართველოს შემთხვევაში კი, როგორც უკვე გითხარით, მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც შედეგად შესაძლოა მოჰყვეს ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვაც კი.